მათეს სახარების განმარტება, თავი მე-15. მაშინ მოუხდეს იესოს იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს, რაისათვის მოწაფე ნიშანი გარდავლენ მოძღვრებასა ხუცესთასა, რამე თუ არა დაიბანიან ხელნი რაჟამს პურსა ჭამეთ. ისინი არ ამბობენ, რატომ არღვევენ შენი მოწაფეები მოსეს რჯულს, არამედ რატომ არღვევენ უხუცესთა გადმოცემასო. აქედან ჩანს, რომ მღვდლებს ბევრი ახალი რამ შემოჰქონდათ. თუმცა მოსე დიდი სასჯელის შიშით და მრავალი მუქარით უკრძალავდა მათ, რაიმე დაემატებინათ ან მოეკლოთ რჯულისთვის და ამბობდა, არ დაამატოთ მას არაფერი, რასაც მე გამცნებთ თქვენ და არც მოაკლოთ. მიუხედავად ამისა, ისინი ახალ დადგენილებებს იღებდნენ, როგორიც იყო არ ეჭამათ დაუბანელი ხელით, გაერეცხათ თასები და ქვაბები და თვითონაც დაებანათ. იმ დროს, როდესაც იუდეველს ხალხს ძველი დადგენილებებისთვის თავის დანებება მართებდა, ისინი უფრო მეტად ახვევდნენ თავზე, რადგანაც ძალაუფლების დაკარგვისა ეშინოდათ და სურდათ უფრო მათი შინებოდათ, თითქოს თვითონაც რჯულის მდებლები ყოფილიყვნენ. აქედან ისეთ უწმინდურობამდე მივიდნენ, რომ თავიანთ მცნებებს იცავდნენ, ხოლო ღვთისას არღვევდნენ. იმდენად დიდი იყო მათი ძალაუფლება, რომ ეს აღარ მიიჩნეოდა დანაშაულად. ამიტომაც ორმაგი ბრალი მიუძღოდათ, იმის გამოც, რომ ახალ კანონებს იღებდნენ და იმის გამოც, რომ ღვთის მცნებების უყურადღებოდ დატოვებით, კიდევ უფრო ამკვიდრებდნენ თავისას. ხმას არ იღებენ სხვა წესების შესახებ, რომლებიც მხოლოდ სიცილის მომგვრელი იყო, დოქებისა და ქვაბების გარიცხვასთან დაკავშირებით. როგორღაც წინ იმას წამოსწევენ, რაც როგორ ჩანს მეტ ყურადღებას იმსახურებდა და რითაც როგორც მგონია, უფლის განრისხება ეწადათ. უხუცესებიც იმიტომ ახსენეს, რომ მათ მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში საბაბი ჰქონოდათ ბრალი დაედოთ უფლისთვის. მაგრამ თავდაპირველად საჭიროა განვიხილოთ, რატომ ჭამდნენ მოწაფეები დაუბანელი ხელით, რატომ იქცეოდნენ ასე. ამას გამიზნულად კი არ აკეთებდნენ, არამედ იმიტომ, რომ უგულებელ ყოფდნენ ზედმეც და აუცილებლის შესრულებაზე ზრუნავდნენ. ისინი კანონად არ მიიჩნევდნენ დაბანას, არც დაუბანლობას, არამედ შემთხვევის შესაბამისად იქცეოდნენ ასე თუ ისე. განა შეეძლოთ ამაზე ეზრუნათ, როდესაც არ ზრუნავდნენ თავად საჭმელზეც კი, რომელიც მათთვის აუცილებელი იყო და როდესაც შემთხვევის გამო ხშირად უხდებოდათ დაუბანელი ხელით ჭამა, როგორც მაგალითად იმ დროს, როდესაც უდაბნოში იღებდნენ საკვებს, ან როდესაც თავთავებს წყვეტდნენ. ამას დანაშაულად უთვლიან ისინი, ვინც ყოველთვის უგულებელ ყოფდნენ მთავარს და ზედმეტის გამო ბევრს ზრუნავდნენ. ხოლო იესო მიუგო და რქუა მათ და რაისათვის თქვენცა გარდახვალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღვრებითა თქვენითა. მოწაფეები დიდი საქმისთვის დაშვებოდნენ თავიანთ ღვთაებრივ მოძღვართან ერთად. დედამიწაზე ღვთის სასუფეველს აშენებდნენ და პურის საჭმელად ვერც იცლიდნენ. ფარისევლები კი მათგან მთელი ამ წვრილმანი გადმოცემების მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ. ფარისეველთა ბრალდებას უფალი თვითონაც ბრალდებით პასუხობს. თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? ამით უფალმა აჩვენა, რომ ვინც დიდ საქმეებში სცოდავს, ის არ უნდა ამჩნევდეს ესოდენი მზრუნველობით სხვების ნაკლებ მნიშვნელოვან შეცოდებებს. რამე თუ ღმერთმა თქვა,
პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა და რომელმან თქვას ბოროტი მამისათვის გინა დედისა სიკვდილით მოკვედინ. უფალი მათ თავდაპირველად უკითხავს კანონს, რომლითაც აჩვენებს, რომ ღმერთი მკაცრად მოითხოვს მშობლების პატივისცემას, მაგრამ ქრისტე დუმს იმ ჯილდოს შესახებ, რომელიც მშობლების პატივისმცემელთათვის არის განკუთვნილი, მხოლოდ ახსენებს სასჯელს, რომელიც მშობლების შეურაცხმყოფელთ დაემუქრებათ. წმინდა წერილი პატივისცემაში გულისხმობს არა იმდენად მისალმებასა და მოვალეობების შესრულებას, რამდენადაც მოწყალებასა და ძღვენის შეწირვას. უფალმა ეს მცნება მოგვცა, რათა შეეხსენებინა მშობლების ან უძლურება, ან ხანდაზმულობის ასაკი, ან სიგლახაკე, რათა მშვილებმა პატივისცენ და მოუარონ თავიანთ მშობლებს. ხოლო თქვენს თქვთ, რომელმან თქვას მამასა თვისა, გინა დედასა თვისა, ნიჭი რომელი ჩემგან სარგებელ გეყო და არა პატივსცეს მამასა ანუ დედასა თვისა, ესე ვითართა დაუმტკიცებელ ყავთ მცნება ღმრთისა მოძღვრებითა თქვენითა. ფარისევლები ასწავლიდნენ შვილებს, რომ არაფერი მიეცათ მშობლებისთვის, რაც ჰქონდათ ტაძრის სალაროში ჩაედოთ და ეთქვათ, ჩემგან რა სარგებელსაც მოელი მამა, ის არის ძღვენი, ანუ ღმერთის შესაწირი. წიგნობრებსა და ფარისევლებს ამით ღვთის ყველაზე მზრუნველობითი მცნების გარყვნა ეწადათ, რათა ღვთის მოსაობის სახელით ურჯულოება შემოეღოთ და უკეთურ შვილებს ასწავლიდნენ, თუ ვინმე აღთქმის თანახმად მოისურვებდა ღმერთისთვის, ანუ ჭეშმარიტი მამისთვის მიეძღვნა ის, რაც მშობლებისთვის უნდა შეეწირა, ასეთ შემთხვევაში ღვთის შესაწირს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მშობლების ძღვენთან შედარებით. რა თქმა უნდა, თავად მშობლებიც, როდესაც ღვთისთვის შეწირულს ხედავდნენ, უფრთხოდნენ არ ყოფილიყვნენ მკრეხელური საქციელის გამო განკითხული და სიღარიბეს ითმენდნენ. მაგრამ ამ დროს ღვთის ტაძარში მიტანილი შვილების შეწირულობა მღვდლების შემოსავალი ხდებოდა. მრავალი ადამიანი, რომლებიც სხვის ფულს იღებდნენ სესხად და მიცემულის დაბრუნება აღარ უნდოდათ, ფულს მღვდლებს გადასცემდნენ, რათა ეს ვალი გამოყენებული ყოფილიყო ტაძარში საჭიროებისამებრ. ორგულნო კეთილად წინასწარმეტყველებდა თქვენთვის ესაია და თქვა, მახლობელა რჩემდა ერიესე, პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივსცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მსახურებენ მე, რამე თუ ასწავებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა. უფალი ფარისევლებს თვალთმაქცევს უწოდებს, მათ ესაიას წინასწარმეტყველებას მიუსადაგებს და ამტკიცებს, რომ ისინი ღმერთს მხოლოდ გარეგნულად სცემენ თაყვანს, ხოლო გულით შორს არიან მისგან. ამაოდ გონიათ, რომ ამ სახით სათნოეყოფიან ღმერთს და სხვებსაც ამაოდ ასწავლიან ამას. და მოუწოდაერსა მას და ეტყოდა, ისმინეთ და გულისხმა ჰყავთ. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. შეარცხვინა და გააჩუმა ფარისევლები, როგორც განუკურნებელნი და სიტყვით მიმართავს ხალხს როგორც უფრო ღირსეულთ, ისმინეთ და შეიმეცნეთ, მოისმინეთ რასაც გეტყვით. ელაპარაკება რა ასე პატივს მიაგებს მათ, რათა იმის მიღება გაუადვილდეთ, რის თქმასაც აპირებს. რაკი ფარისევლები მოწაფეებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ დაუბანელი ხელით ჭამდნენ, უფალი საზრდელთან დაკავშირებით ამბობს, რომ არანაირი საკვები ადამიანს არ გააუწმინდურებს, ანუ არ შეაგინებს. შინაგანი ადამიანი შეიგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმას ამბობს, რაც უჯეროა. ამით მიუთითებს ფარისევლებზე, რომლებიც თავს შეაგინებდნენ იმით, რომ შურით ლაპარაკობდნენ.
უფალი აშკარად არც უბანელი ხელებით ჭამას დააწესებს და არც კრძალავს, არამედ სხვა რამეს ასწავლის, რომ გულიდან არ წარმოვთქვათ უკეთური სიტყვები. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და რქუეს მას, უწყია რამე თუ ფარისეველთა რაიესმა სიტყვა იგი დაბრკოლდეს. მოწაფეები ამას ამბობდნენ არა იმდენად იმიტომ, რომ ფარისევლებზე ზრუნავდნენ, რამდენადაც თვითონაც ცოტათი შეშფოთდნენ, მაგრამ რა კი ვერ გაბედეს თავიანთი სახელით ეთქვათ, ამის სათქმელად სხვების მაგალითი მოიშველიეს, ხოლო ის, რომ თვითონაც ნამდვილად ცდუნდნენ, იქედან ჩანს, რომ პეტრე, რომელიც მოშურნე იყო და ყოველთვის სხვებს დაასწრებდა, იესოსთან მიდის და ეუბნება, განგვიმარტე ეს იგავი. წარმოაჩენს თავის სულიერ შეშფოთებას და ვერ ბედავს აშკარად თქვას ბრკოლდებიო. განმარტებას ითხოვს, რათა მღელვარებისგან გათავისუფლდეს, მაგრამ საყვედურს იმსახურებს. ხოლო თავად მან მიუღო და რქუა მათ, ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხრას. თითქოს და ძირფესვიანად უნდა ამოითხაროს ის მცენარეც, რომლის შესახებაც მოციქულმა თქვა, მე დავრგე, აპოლო მორწყა, მაგრამ ამ გაურკვევლობას ნათელი ეფინება იმით, რასაც მოციქულის შემდეგში ამბობს, მაგრამ გაზარდა ღმერთმა. იგი იმასაც ამბობს, რომ თქვენ ხართ ღმერთის კალო, ღმერთის ახშენებულნიო, ხოლო სხვა ადგილას ღმერთის თანაშემწენი ვართო. თუ ისინი თანაშემწენი არიან, მაშინ ეს ნიშნავს, როდესაც პავლე რგავს და აპოლო რწყავს, ამ თანაშემწეებთან ერთად რგავს და რწყავს ღმერთიც. ამ ადგილს ბოროტად იყენებენ ისინი, ვინც ადამიანებში სხვადასხვა ბუნებას აღიარებენ და ასე განსჯიან, თუ მცენარე, რომელიც მამას არ დაურგავს, ძირფესვიანად ამოითხრება, მაშინ შესაბამისად მისი დანერგილი შეუძლებელია ძირფესვიანად იქნას ამოთხრილი. მაგრამ ასეთებმა დაემოუსმინონ იერემიას, მე კი დავრგე როგორც რჩეული ვაზი, როგორც ჭეშმარიტი თესლი და როგორ გადამეკეცი ველურ უცხორ ტოდ. მართალია ღმერთმა დარგო და ვერავინ ამოთხრის მის დარგულს, მაგრამ რადგანაც ეს ნერგი ადამიანის თავისუფლებაშია, ამიტომაც ძირფესვიანად სხვა ვერავინ ამოთხრის მას, თუ თავად ადამიანმა არ მისცა ამაზე თანხმობა. უტევენით ეგე რამე თუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი, ხოლო ბრმაი ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორნივენი მთხრებსა შთაცვივიან. რადგანაც ფარისევლები წყობიდან გამოსული და განუკურნებელნი იყვნენ, უფალმა თქვა მოეშვით მათ. მაცხოვარი ბრძანებს თავი დაანებონ ურჯულო მასწავლებლებს და იცოდნენ, რომ ჭეშმარიტებასთან მათი მიყვანა ძნელია, რომ ბრმები არიან და ბრმა ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. მიუგო პეტრე და რქუა მას, გამოგვითარგმანე ჩვენ იგავი ესე. რაც მკაფიოდ ითქვა და სავსებით გასაგები იყო, მას პეტრე მოციქული იგავურად ნათქვამად აღიქვამს და სავსებით გასაგებად ნათქვამ სიტყვებში დაფარულ აზრს ეძიებს. ხოლო იესო რქუა მას, თქვენცა უგულისხმოვე ხართა. უფალი პეტრეს იმის გამო მოძღვრავს, რომ ფრიად შემაგონებელ დამოძღვრას გადატანითი მნიშვნელობით იღებს. აქედან ხედავთ, რომ მანკიერია ის მსმენელი, რომელსაც სურს სიბნელის სინათლით მიღება. თუ უფალი იძლევა სიბრძნეს და მისგან არის ცოდნა და გონიერება, თუ ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს ცოდნის სიტყვა, მაშინ უფალი რატომ ადანაშაულებს მოწაფეებს, ნუ თუ თქვენც არა გაგეგებათ რაო? პასუხი ასეთია, თუ ვინმემ იცის ღვთის სახიერება, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას და ასევე მიხვდება სული წმინდის მზრუნველობას,
მან იცის, რომ გონიერებაში სისუსტე ხდება არა კეთილის მყოფელის დაუდევრობის, არამედ მიმღების ურწმუნოების გამო და სამართლიანად ადანაშაულებს უგუნურს, მას ვინც თვალებს ხუჭავს მზის ამოსვლისას, რათა სიბნელეში იცხოვროს და ვინც მზერას ზემოთ არ მიაპყრობს სინათლის მისაღებად. და არა გიცნობიეს რამე თუ ყოველი რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს, ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. იმით რომ საჭმელი შიგნით არ რჩება და გარეთ გამოდის, ადამიანის სული არანაირად არ შეიბილწება, აზრები კი შიგნით იშვება და იქ რჩება, ანუ გადადის საქმესა და მოქმედებაში და ადამიანს ბილწავს. რამე თუ გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი, ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა. ჩვენი წმინდა მამები, როდესაც ესმოდათ უფლის ეს სიტყვები, ასევე როდესაც ესმოდათ განწმინდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისა და პაროფსიდისა, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა, ყოველგვარ სულიერ საქმეს თავს ანებებდნენ და ერთიანად ამ ერთ ღვაწლს, ანუ გულის დაცვას შეუდგებოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ღვაწლით ყველა სხვა სათნოებასაც ადვილად მოიხვეჭდნენ. უამისოდ კი ვერანაირ სათნოებაში ვერ განმტკიცდებოდნენ. ზოგიერთი მამა ამ ღვაწლს გულის მდუმარებას უწოდებდა, სხვები უწოდებდნენ ყურადღებას, სხვები მღვიძარებას და გულის სიტყვებთან შეწინააღმდეგებას, სხვები გულის სიტყვების განხილვას და გონების დაცვას. ისინი ყველა უპირატესად ამ ღვაწლში იწვრთებოდნენ და მისი საშუალებით ღვთაებრივი ნიჭების მიღების ღირსნი ხდებოდნენ. მღვიძარე იყავით და იფხიზლეთ, შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ განსჯას. გულიდან არა მარტო ცუდი, არამედ კარგიც გამოდის, მაგრამ ყველაფრის გაკეთება, რასაც გული ჩაგვაგონებს, კარგი როდია. რაც ნამდვილად უნდა გაკეთდეს, ეს განსჯით განისაზღვრება. განსჯა არის ბაღის დანა, ზოგიერთ ტოტს მოჭრის, ზოგიერთს კი დაამყნობს. და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილთა კვიროსისა და სიდონისათა. საიდან გამოვიდა იესო? გალილეიდან, კურთხეული სემისგან წარმოქმნილი ისრაიტელი ხალხის ქვეყნიდან. სად წავიდა? ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ ქანაანელები, დაწყევლილი ქამის შთამომავლობა. უფალი გამოვიდა კურთხეულთაგან და მივიდა დაწყევლილებთან. რატომ? რადგანაც კურთხეულებმა დაივიწყეს ღმერთი და გახდნენ დაწყევლილები, ხოლო დაწყევლილთაგან ზოგიერთმა აღიარა ღმერთი და კურთხევა მოიხვეჭა. უფალმა განჭვრიტა, რომ იუდეველები ბოლოს და ბოლოს სრულიად უარყოფდნენ მას. ღმერთი თავისი აღთქმის ერთგულია. იგი წინასწარმეტყველთა მიერ იუდეველ ხალხს დაპირდა, რომ ხსნელს გამოუგზავნიდა მათ. ღმერთმა შეასრულა ეს, მაგრამ იუდეველმა ხალხმა თავიანთი წინამძღოლების მიერ უარყვეს მაცხოვარი. ქრისტემ იუდეველი ხალხის საზღვრები გადალახა და სხვა ხალხებთან წავიდა, რადგან კიდევ ერთხელ სურდა შეერცხვინა ღვთის რჩეული და კურთხეული ხალხი, ეჩვენებინა მათთვის წარმართთა რწმენა, რათა ამ სახით მieყვანა ისინი სინანულამდე და დაებრუნებინა ღმერთთან. და აჰა ესე რა დედაკაცი ქანაანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა, შემიწყალე მე უფალო, ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. რაოდენ ყოვლად ღირსი იყო ქალი ქველმოქმედებისა.
ვერ გაბედა იერუსალიმში მისვლა, რადგანაც შიშობდა და თავს უღირსად მიიჩნევდა. ასე რომ არ ყოფილიყო, იქაც მივიდოდა, როგორც ეს მისი ამჟამინდელი დიდი გულმოდგინებიდან და იქიდან ჩანს, რომ საკუთარი ქვეყნის საზღვრებიდან გამოვიდა. ზოგიერთი იგავურად განმარტავს ამ სიტყვებს და ამბობს, რომ იუდეიდან ქრისტეს წასვლის შემდეგ მასთან მისვლის კადნიერება გამოიჩინა ეკლესიამ, რომელიც ასევე გამოვიდა თავისი საზღვრებიდან, რადგანაც წმინდა წერილი ამბობს: დაივიწყე ხალხი, შენი სახლი მამა შენისა. ქრისტე გამოვიდა თავისი ქვეყნის საზღვრებიდან, ქალი კი თავისი ქვეყნის საზღვრებიდან და ამგვარად შეუძლიათ მათ შეხვედრა. და აჰა ერთი ქანაანელი ქალი იმ საზღვრებიდან გამოსული, ამბობს მახარებელი. ასე უწოდებს ქალს იმ მიზნით, რომ მიუთითოს სასწაულზე და კიდევ უფრო განადიდოს ეს ქალი. მართლაც, როდესაც გაიგონებ ქანაანელის სახელწოდებას, წარმოიდგინე ის ურჯულო ხალხი, რომელმაც საფუძველშივე შერყნა ბუნების კანონები. ხოლო ამას რომ წარმოიდგენ, გააცნობიერე ქრისტეს მოსვლის ძალა. ისინი, ვინც იმიტომ განიდევნენ, რომ არ გაერყვნათ იუდეველები, ახლა იუდეველებზე მეტ გულმოდგინებას იჩენენ. ისინი გამოდიან თავიანთი ქვეყნის საზღვრებიდან და თვითონ მიდიან ქრისტესთან. იუდეველები კი მათთან მისულ ქრისტეს დევნიან. ამრიგად იესოსთან მისული ქალი მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: შემიწყალე მე, და თავისი ღაღადისით ხალხს თავისკენ იზიდავს. ნამდვილად სული შემძვრელი სანახაობა იყო, დაინახო ქალი, რომელიც ასეთი თანაგრძნობით ღაღადებს. დაინახო დედა, რომელიც თავისი ქალიშვილის ესოდენ სასტიკ ტანჯვაში მყოფი ასულის გამო ევედრება. მან ვერ გაბედა ეშმაკეულის მოძღვართან მიყვანა, არამედ შინ დატოვა სარეცელზე, თვითონ ევედრება და მხოლოდ სნეულების შესახებ განაცხადებს, მეტს არაფერს უმატებს. არც სახლში იხმობს მკურნალს იმ თავრის მსგავსად, რომელიც ამბობდა: მოდი შენი ხელი დაადე მას. ან იმ მეფის მოხელესავით, რომელმაც უთხრა უფალს: წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა. არამედ აუწყებს რა თავის მწუხარებას და შვილის მძიმე დაავადებას, მეუფის გულმოწყალებას მიმართავს და ხმამაღლა შეღაღადებს და ითხოვს არა ქალიშვილის, არამედ თავად მის შეწყალებას. შემიწყალე მე. თითქოს და ეუბნებოდა: ჩემი ქალიშვილი ვერ გრძნობს თავის დაავადებას, მაგრამ მე ვითმენ 1000 გვარ ტანჯვას. მე ვარ ავად, მე ვგრძნობ სნეულებას, მე ვარ ეშმაკეული და ვაცნობიერებ ამას. მაგრამ იმისათვის, რომ გამოცდილებით დაგიმტკიცოთ, ბევრი პირადი ვედრებით უფრო შესაძლებელი ყოფილა სასურველის მიღება, ვიდრე სხვების თხოვნით. საჭიროა იმათი მაგალითების მოხმობა, ვინც ამის ღირსი შეიქმნა. ამ მაგალითებს შეუძლია ჩვენც აღგზრას მისაბაძად და საასპარეზოდ. აი მოვუსმინოთ უცხო ტომელმა, სულიერი მწუხარებით გატანჯულმა ქანაანელმა ქალმა, როგორც კი დაინახა სულების მკურნალი და ბნელში მსხდომთათვის აღმობრწყინებული სიმართლის მზე, როგორი გულმოდგინებით, გზნებარე მოშურნეობით მივიდა მასთან. არც იმ გარემოებამ დააბრკოლა, რომ ქალი იყო, არც იმან, რომ უცხო ტომელი გახლდათ. არამედ ყურადღება არ მიაქცია მთელ ამ წინააღმდეგობებს. მივიდა მასთან და უთხრა: შემიწყალე მე უფალო, დავითის ძეო, ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისგან. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვაი და მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქვეს მას: განუტებე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. ვის არ მოდრეკდა ასეთი ტანჯვა და ასეთი მორჩილება, როგორითაც ქალი თავისი ტანჯული შვილისთვის ევედრებოდა. იგი არ მიიჩნევდა თავს ქველმოქმედების ღირსად და არ მისულა კუთვნილის მოთხოვნით, არამედ შეწყალებას ითხოვდა
და მარტოოდენ თავის უბედურებას განაცხადებდა და ყოველივე ამის მიუხედავად პასუხის ღირსი არ გახდა. მაშ რატომ არ პასუხობს უბედური დედის ვედრებას ქრისტე? რათა თვალი აეხილოს დაუნახავებს და დაინახონ ის, რასაც თვითონ ხედავდა, რათა ქალს რაც შეიძლებოდა მკაფიოდ წარმოეჩინა ქრისტეს მიმართ თავისი რწმენა, დაინახოს და გაიგოს ეს მაცხოვრის ყველა თანმხლებმა ადამიანმა, რათა იცოდე, რომ ღმერთს არა მარტო ქველმოქმედება და თავისი ნიჭების მიცემა სწადია, არამედ ყოველთვის სურს ამ ნიჭების მიმღებთა განდიდებაც. მოწაფეებს უკვე ეცოდებათ საწყალი მთხოვნელი, გაუშვი ეგ. ნიშნავს ან შეასრულე მისი თხოვნა, ან აშკარად უთხარი უარი, რათა აღარ მოგყვიროდესო. თავისი მოწაფეების ამ თხოვნაზე უფალი პასუხობს, რომ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპული ცხვრებისთვის, ანუ იუდეველი ხალხისთვის იყო მოვლენილი. რატომ პასუხობს უფალი ასე? პირველი, რათა აჩვენოს ღმერთის ერთგულება თავისი აღთქმის მიმართ. მეორეც, რათა მოწაფეები დააფიქროს, რომ წარმართებიც ცოცხალი ღმერთის შვილები არიან, რომ ისინიც საჭიროებენ შეწევნასა და ცხონებას. ძლიერი სარწმუნოების მქონე ამ საწყალი ქალის საშუალებით უფალი კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას მოწაფეებს თვითონ ამხედრდნენ ვიწრო იუდეული წარმოდგენების წინააღმდეგ, თითქოს ღმერთი მხოლოდ იუდეველებზე ზრუნავს და თითქოს მხოლოდ იუდეველთა ღმერთია. უფალი განზრახ ლაპარაკობს ისე, როგორც ყველა იუდეველი ლაპარაკობდა, რათა მოწაფეები დაფიქრდნენ და თვითონ დაასკვნან, რომ მათი ხალხის გაგება ცდარია. ჩვენს უფალი იესო ქრისტეს სურს თავისი მოწაფეები არა მარტო სიტყვით, არამედ ცხოვრებაში მომხდარი ცოცხალი მოვლენების საშუალებითაც განსწავლოს. მოცემულ შემთხვევაში სიტყვების ნაცვლად იგი წარმართი ქალის შემთხვევას იყენებს, რათა იგი დაუვიწყარი გაკვეთილი გახდეს მოწაფეებისთვის. ამასთანავე ეს ქალიც საქვეყნოდ ცნობილი გახადოს. ქრისტემ სწორედ იმიტომ გადაკვეთა იუდეველთა ქვეყნის საზღვარი და მივიდა წარმართთა მხარეში, რომ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის საშუალებით თავისი მიმდევრებისთვის გაკვეთილი მიეცა. რქუა მათ იესო, არა ვიდრე მოვლინებულ ვარ გარნაცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა. ხოლო იგი მოუხდა და თაყვანისცემდა მას და ეტყოდა, უფალო შემიწყალე მე. როგორ მოიქცა ქალი, გაჩუმდა როცა ეს მოისმინა, მხნეობა დაკარგა? არა, კიდევ უფრო გააძლიერა ვედრება. ჩვენ ასე არ ვიქცევით. თუ სათხოვარს არ ვიღებთ, თხოვნასაც თავს ვანებებთ. არადა უფრო გულმოდგინედ გმართებდა თხოვნა. ვის არ ჩააგდებდა საგონებელში მაცხოვრის სიტყვები. საკმარისი იყო თუნდაც დუმილი, რომ ქანაანელი სასოს წარკვეთილებაში ჩავარდნილიყო. მით უმეტეს სასოს წარუკვეთდა ქრისტეს პასუხი, მაგრამ იგი არ დაცემულა სულით, არ მოუდუნებია გულმოდგინება და მას შემდეგ რაც დაინახა, რომ მოწაფეებმაც ვერ შეძლეს მასზე მეტის გაკეთება, ცეცხლში აალებული მგზნებარი სულით და გულგაგლეჯილი მიდის, ქედს იდრეკს და ამბობს, უფალო შემეწიე მე. ქანაანელი ქალის სახით წარმოდგენილია ეკლესიის საოცარი რწმენა, მოთმინება და თავმდაბლობა. რწმენა, რომლითაც იგი დაჯერებულია თავისი ქალიშვილის განკურნებაში. მოთმინება, რომლითაც იგი განუწყვეტლივ ლოცულობს, თუმცა ამდენჯერ იქნა უარყოფილი. თავმდაბლობა, რომლითაც თავს ძაღლსაც კი არ ადარებს. ხოლო თავად მან მიუგო და რქუა მას, არა კეთილარს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. იუდეველები საცოდავები და უბედურები არიან,
რადგან განზრახში აქციეს ზურგი და განაგდეს ესოდენი სიკეთე, რომელიც ზეციდან ხელებში ჩამოუვარდათ. მათ გამოუბრწყინდათ დილის სიმართლის მზე. მათ უარყვეს მისი სინათლე და სიბნელეში სხედან. ჩვენ კი სიბნელეში მცხოვრებლებმა ეს სინათლე მივიზიდეთ და ცდომილების სიბნელისგან გავთავისუფლდით. ისინი წმინდა ფესვის რტოები იყვნენ, მაგრამ გადატყდნენ. ჩვენ არ ვეკუთვნოდით წმინდა ფესვს და გამოვიღეთ ღვთისმოსაობის ნაყოფი. ისინი მცირეწლოვანი ასაკიდან კითხულობდნენ წინასწარმეტყველებს და ჯვარს აცვეს ის, ვის შესახებაც წინასწარმეტყველები იუწყებოდნენ. ჩვენ არ გვქონდა გაგონილი ღვთაებრივი სიტყვები და თაყვანი ვეცით მას, ვის შესახებაც იყო მათში ნაწინასწარმეტყველები. აი რატომ არიან ისინი საცოდავები, რადგან როდესაც სხვებმა მიიტაცეს და შეითვისეს იუდეველებისთვის გამოგზავნილი სიკეთე, თავად მათ უარყვეს იგი. ისინი, ვინც მოწოდებული იყო ძეობისთვის, ძაღლთა მსგავსებამდე დაეცა. ჩვენ კი, ვინც ადრე ძაღლები ვიყავით, ღვთის მადლით შევძელით ძველი უგუნურების განგდება და ღვთის ძეების სიმაღლემდე ასვლა. საიდან ჩანს ეს? არ ვარგა შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პურიო, ასე უთხრა ქრისტემ ქანაანელ ქალს. უწოდა რა იუდეველებს შვილები, ხოლო წარმართებს ძაღლები. მაგრამ შემდეგ შეიცვალა თანამიმდევრობა. იუდეველები გახდნენ ძაღლები, ხოლო ჩვენ შვილები. ქსურს შეიტყო ჩვენ ყოფილი ძაღლები, როგორ გავხდით შვილები. მახარებელი ამბობს, ვინც მიიღო იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ხოლო მან რქუა, ჰე უფალო, რამეთო ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათაისა. ქალი არ შეწინააღმდეგებია, არც ხების ქება შეშურებია და არც პირადი წყენის გამოუგრძნია თავი შეურაცხყოფილად. როგორი სულიერი სიმტკიცეა. ქრისტე ამბობს არ ვარგა, ის კი პასუხობს დიახ უფალო. ქრისტე იუდეველებს შვილებს უწოდებს, ის კი ბატონებს. ქრისტე მას ძაღლს უწოდებს, ის კი ძაღლისთვის დამახასიათებელ ქმედებას მიაწერს საკუთარ თავს. ხედავთ მის სიმდაბლეს. ახლა იუდეველების ქედმაღლობას შეხედეთ. ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არავისი მონები არ ყოფილვართ, ამბობენ ისინი. ჩვენ ღვთისგან შობილნი ვართ. ქალი ასე როდი იქცევა, იგი თავს ძაღლს უწოდებს, ხოლო მათ ბატონებს და ამის გამო გახდა შვილი. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას, ჰოი დედაკაცო, დიდარ სარწმუნოებაი ეგე შენი, გეყავნ შენ ვითარცა გნებავს და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. იესო ამიტომაც აყოვნებდა შემწეობას, რომ ეს სიტყვები ეთქვა და გვირგვინით შეემკო ქალი. შენი სურვილისამებრ მოგეგო შენ. ანუ შენს რწმენას ამაზე მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ შენი სურვილისამებრ მოგეგო შენ. ეს შეძახილი ბრძანების მსგავსია, იყო სცა და ასეც იქმნა და განიკურნა მისი ასული იმავე წამს. ამიტომაც არ უთხრა ქრისტემ, დაეგანიკურნო შენი შვილი, არამედ დიდია შენი რწმენა და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ. რათა იცოდე, რომ ქალის მიერ ნათქვამი სიტყვები ცარიელი ან მლიქვნელური სიტყვები კი არ იყო, არამედ რწმენის დიდ ძალას გამოხატავდა. ამ უკანასკნელის საუკეთესო მტკიცებულება და დამოწმება თავად მოვლენაშია, მისი ქალიშვილი სწორედ იმავე წუთს განიკურნა. მან გააკეთა ის, რაშიც დამარცხდნენ და ვერ გააკეთეს მოციქულებმა. ასეთია დაჟინებული ლოცვის ძალა. ღმერთს სურს, რომ გაჭირვების ჟამს უფრო მეტად თავად ვთხოვოთ
ვიდრე სხვებმა გაგვიწიონ შუამდგომლობა. თუმცა მოციქულებს მეტი კადნიერება ჰქონდათ, მაგრამ ქალმა უდიდესი მოთმინება აჩვენა. ქალის თხოვნის დაკმაყოფილებით ქრისტემ მოწაფეების წინაშე თავი გაიმართლა დაყოვნების გამო და უჩვენა, რომ იგი სამართლიანად არ დათანხმდა მათ თხოვნას. ეჰა დედაკაცო, დიდია შენი რწმენა. გაოცებული და ქებით ახსავსე გაუშვა ის, ვისაც თავდაპირველად პასუხის ღირსად ართვლიდა. და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღვის კიდესა მას გალილეაისასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ და მოუხდა მას ერი მრავალი, რომელთა ყვამათანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქვეწარმძრომელნი და სხვანი მრავალნი თითო სახეთაგან სენთა შეპყრობილნი და დასხნეს იგინი ფერხთა თანა მისთა და განკურნა იგინი. ავადმყოფები უკვე აღარ ეხებიან მისი სამოსის კალთას, მხოლოდ იესოს ფერხთით შეურდებიან და ისიც მყისვე კურნავს მათ. არა იმიტომ, რომ ქანაანელზე მეტი რწმენა ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ იუდეველები იყვნენ. ამით სურს უმადური იუდეველების ბაგეები დაადუმოს და აჩვენოს, რომ ისინი მეტ სასჯელს იმსახურებენ. რაც უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ქველმოქმედებას იჩენენ უმადური ადამიანის მიმართ, მით უფრო დიდ სასჯელს ექვემდებარება იგი. ავადმყოფები, თუმცა კოჭლები და ბრმები არიან, მაინც ადიან მთაზე და იესოს ფეხებში ჩაუვარდებიან, რადგან მას ადამიანზე აღმატებულად მიიჩნევენ, ამიტომაც იკურნებიან. შენც ადი მცნებათა მთაზე, სადაც უფალი ზის. ვიდრე უკვირდაცაერსა მას, ხედვიდეს რაი ვითარ იგი ყრუნი იტყოდეს და მკელობელნი ვიდოდეს და ღრეკილნი განიკურნებოდეს და ბრმანი ხედვიდეს და ადიდევდეს ღმერთსა ისრაელისასა. ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთათვის და რქუა მათ, მე წყალის ერი ესე, რამე თუ აჰა ესერა 3 დღე არს და მელიან მე და არარაი აქუს რაიმცა ჭამეს და განტევებაი მათი უზმათაი არამნებავს, ნუ უკვე დაცვივენ გზასა ზედა. ადრეც, როდესაც მსგავსი სასწაულის აღსრულებას აპირებდა, ქრისტემ თავდაპირველად ხორციელის ნეულებებით გატანჯულნი განკურნა. ახლაც იმავეს აკეთებს. სასწაულთქმედებას იწყებს ბრმებისა და კოჭლების განკურნების შემდეგ. მაშინ რატომ უთხრეს მოწაფეებმა გაუშვი ხალხი? ახლა კი ასე არ უთქვამთ, თუმცა უკვე 3 დღე იყო გასული. ისინი ან თავად გახდნენ უკეთესები, ან ხედავდნენ, რომ ხალხი მაინდა-მაინც მოშიებული არ იყო. ქრისტე ახლაც უბრალოდ კი არ იწყებს სასწაულთქმედებას, არამედ საამისოდ მოწაფეებს იწვევს და აუწყებს რის გაკეთებასაც აპირებს. ასე იქცევა ან იმიტომ, რომ მაგალითი მისცეს წინამძღვრებს ქვემრდომებისა და მოწაფეებისგან მიიღონ რჩევა, ან იმიტომ, რომ ამ საუბრიდან მათ სასწაულის სიდიადე შეეცნოთ. სნეულებებისგან განსაკურნებლად მოსული ხალხი ვერ ბედავს პურის თხოვნას, მაგრამ ქრისტე, რომელიც კაცთმოყვარია და მზრუნველი, იმათაც აძლევს, ვინც არ ითხოვს და მოწაფეებს ეუბნება, მეწოდება ეს ხალხი, არ მინდა უზმოდ გაუშვა ისინი. მაგრამ ვინმემ რომ არ თქვას ისინი პურის მარაგით მოვიდნენ,ო ქრისტე ამბობს, უკვე 3 დღეა ჩემთან არიან. შესაბამისად, მარაგით რომ მისულიყვნენ, მარაგიც გაუთავდებოდათ. ამიტომაც სასწაული პირველ ან მეორე დღეს კი არ მოიმოქმედა, არამედ როდესაც ყველაფერი გაუთავდათ, რათა საჭიროება ეგრძნოთ და შემდეგ მეტი აღმაფრენით მიეღოთ სასწაული. ამიტომაც ამბობს, რათა არ დაუძლურდნენ გზაში და მიუთითებს, რომ დასახლება შორს იყო და არაფერი ჰქონდათ დარჩენილი. რქუეს მას მოწაფეთა მისთა, ვინაიარს ჩვენ და უდაბნოსა ზედა პური ესოდენი,
ვითარმცა განძღა ერი ესოდენი. უფალმა მანამდეც დააპურა უდაბნოში მრავალრიცხოვანი ადამიანი, მაგრამ მოწაფეები მაინც უგრძნობელნი იყვნენ. ამიტომ გაგაოცოს ქრისტეს მადლმა, როდესაც მოწაფეებს ესოდენ დიდი სიბრძნით აღსებულებს იხილავ. რქუა მათ იესო, რაოდენი პური გაქვს, ხოლო მათ რქვეს მას, 7 პური და მცირედ თევზი. აღარ ამბობენ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა, როგორც ადრე ამბობდნენ. ამრიგად, თუმცა ისინი ყველაფერს ერთბაშად ვერ იგებდნენ, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო მაღალ ცოდნას ეუფლებოდნენ. ამ სახით უფალი აწვდის აზრს და წინანდელივით ეკითხება, რათა თავად შეკითხვით შეახსენოს მანამდე აღსრულებული სასწაული. სინამდვილეში პატარა დანაშაული როდია მცირე ხნის წინ აღსრულებული სასწაულის ესოდენ სწრაფად გადავიწყება. ამის გამო უფალი კიცხავს კიდეც მათ. გარდა ამისა, სცანი მათი სიბრძნის მოყვარეობა სხვა მხრივაც, კერძოდ, რაოდენ ნაკლებად ზრუნავდნენ მუცელზე, როგორ იყვნენ მიჩვეულნი საჭმელზე ცოტა ეფიქრათ. უდაბნოში 3 დღის განმავლობაში მყოფებს მხოლოდ 7 პური ჰქონდათ. სხვა დანარჩენში უფალი უწინდებურად იქცევა, მათ მიწაზე სვამს და იმგვარად მოქმედებს, რომ მოწაფეების ხელში პური არ თავდება. და უბრძანაერსა მას დასხდომაი ქვეყანასა ზედა და მოიღო 7 იგი პური და თევზნი, მადლობდა განტეხა და მისცემდა მოწაფეთა და მოწაფენი მისცემდესერსა მას, ჭამეს ყოველთა და განძღეს და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი 7 სფირიდის სავსე. რატომ დარჩა მაშინ 5,000 კაცის დაპურების დროს 12 გოდორი, აქ კი 4,000-ისას 7 კალათი? მაშასადამე რისთვის და რატომ იყო ნაკლები ნასუფრალი, თუმცა მჭამელიც ნაკლები იყო? შეიძლება ითქვას, რომ ან კალათები იყო გოდრებზე გაცილებით დიდი, ან ასე თუ არ იყო, უნდა ვიფიქროთ სასწაულების მსგავსებას გულმავიწყობამდე რომ არ მიეყვანა ისინი, უფალი ამგვარი განსხვავებით მათ მახსოვრობას ეხმარება, რათა სხვაგვარად აღსრულებულის დამახსოვრებით ორივე სასწაულიც დამახსოვრებოდათ. ამიტომაც პირველ შემთხვევაში ნარჩენებიანი გოდრების რაოდენობას მოწაფეთა რაოდენობას უთანაბრებს. ახლა კი კალათების რაოდენობა პურების რაოდენობას უთანაბრდება. ამაში ძლევამოსილების ენით უთქმელ ძალასა და თავისუფლებას ავლენს. აჩვენებს, რომ სასწაულის მოხდენა ასეთ შეუძლია და სხვაგვარადაც. ხოლო რომელთა იგი ჭამეს იყვნენ 4,000 მამანი ხოლო, თვინიერ ყრმებისა და დედებისა, და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესო ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოისათა. ადამიანებს სხვა ვერანაირი სასწაული ვერ განაწყობდა შესდგომოდნენ ქრისტეს, როგორც პურის სასწაული. ამიტომ არა მარტო ის უნდოდათ, რომ მას გაჰყოლოდნენ, არამედ მისი გამეფებაც კი. ქრისტე, რომელიც ძალაუფლების მოყვარეობის ნატამალსაც კი გაურბის, ამ სასწაულის შემდეგ მიდის ფეხით კი არა, არამედ ხომალდზე ადის, რათა ხალხი არ გაჰყვეს.